სამოქალაქო ზღვიდან ასევე ეკონომიკის მინისტრი ჩვენ მაქსიმალურად ყველა უწყება არის მობილიზებული მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით საკითხის მოკვლევა და როგორც კი იქნება უფრო რამე დეტალები აუცილებლად ტერიტორიასთან სამშენებლო უსაფრთხოებაზე რატომ არ იყო უზრუნველყოფილი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს არ არის სამშენებლო მეორე ეტაპის სამშენებლო არეალი ეს არის მოშორებით ამ სადაც შენებლობა სადაც უშუალოდ მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს და თქვენ იცით რომ პრინციპში უკვე იყო გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია რაც შეეხება მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოებს და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმიტომ რომ არის ცდელობა სხვადასხვა განსაკუთრებულად პრესის წარმომადგენლებისგან რაღაც შეიტანონ სხვადასხვა ესე რომ ვთქვათ რას გულისხმობთ ბატონო აქ ადამიანები ეს ორმოები ამ შენებლობას არ უკავშირდებოდა ზუსტად ჩვენი წარმომადგენლები და მნიშვნელოვანი სხვა ყველა უწყება არის ჩართული და კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია რა ტერიტორია ძალიან მნიშვნელოვანია რომ სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით დასრულდეს იმიტომ რომ მოიხსენებათ საკმაოდ ისეთი გონია მოსახლეობა და პრინციპში ყველანი ძალიან განვიცდით და ბატონ ჯაბა სამშენებლო ტერიტორია თუ არ იყო რატომ დაშალეს დაიშალა მაშინ ბარეკები ამ ტერიტორიაზე თუ გარშემდება კორპუსი ეს ბარეკები რატომ დაშალეს სპეკულაციები პასუხი და განსეთ მაშინ ხოთილი რატომ არ პასუხობ შეკითხვას და რაც შეეხება ზოგადად ტერიტორიას მინდა აღვნიშნო რომ გარდა სამშენებლო ტერიტორიისა აგრეთვე ჩვენ იმ პრინციპების და პრინციპში უშუალოდ ოცნების ქალაქის მოსახლეობის ჩართულობით სხვადასხვა არასამთავრობოების ჩვენი კომისიის გადაწყვეტილებით გარდა სამშენებლო ტერიტორიისა ჩვენ აგრეთვე ქონდა რიგი მოქალაქეები რომლებიც ოცნების ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ამ შენობანაგებობებში და მოხდა ესე რომ ვთქვათ ამ კრიტერიუმების მოქალაქეების უკვე განთავსება პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ და მოხდა იმ ანუ ეს ბარეკები რატომ დაშალეთ ამ ადგილას ის გარშემდებოდა კორპუსის დემონტაჟი და შესაბამისად ანუ ეს არის კიდევ ბატონ ჯაბა კონკრეტულ კითხვას უპასუხეთ კონკრეტულად პასუხა ამაზე მეტი კონკრეტულად არ პასუხობ თქვენ შეკითხვას და შენ დამშვიდი მოქალაქეს ასე უნდა ესაუბრებოდე ბატონ ჯაბა ბატონო მოქალაქე დამშვიდი ეს მოქალაქეს არ აქვს უფლება შეკითხვა დაგისვათ მოქალაქეს არ აქვს ამბობა კი რა თქმა უნდა და გითხრათ რომ ისრების სხვა მიმართულებით გადაგაქვთ ბატონ ჯაბა სამშენებლო უსაფრთხოებაზე არის კითხვა ისეთი ფონია და თქვენ ხედავთ მათ შორის განსაკუთრებულად თქვენ ხედავთ თუ არა თქვენს პასუხისმგებლობას თქვენი პრესის წარმომადგენლებიდან და დამშვიდი ყველა დამშვიდი უკეთესი ყველა თუ შეიძლება ნუ შეგვიშლეთ ხალხს ხო მუშაობაში ჩვენ გვაქვს კითხვები და გვაქვს უფლება რომ დავსვათ შეკითხვები და სამუდამო სპეკულაციები რასაც სხვათა შორის თქვენ ცდილობთ სხვადასხვა პირები ცდილობენ რაღაცა აქ აჟიტირება შემოიტანონ კიდევ ერთხელ ყველას მოუწოდებ რომ იყოს ცხადი იქნებ გვიპასუხოთ შეკითხვებზე ძალიან მნიშვნელოვანია ეს არ არის კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია ჩვენ უშუალოდ ოცნების ქალაქის დასახლებაში დემონტაჟი განვახორციელეთ სამშენებლო ტერიტორიის გარდა სხვა ესე რომ ვთქვათ შენობა ნაგებობის და ეს მოქალაქეები განთავსებულები არიან უკვე შესაბამისად მათზე გადაცემულ ბინებში და სხვადასხვა ესეთი შენობა ნაგებობა მთლიანი ოცნების ქალაქის დასახლების ტერიტორიაზე არის დანგრეული. ერთი საკუთრება იყო ანუ ესე გამოდის თუ კი ეს არისო ვის ეკუთვნის არის ხო ანუ ბარეკები რის გამო დაიშალა თუ არისო ეს სამშენებლო მოედანი ბატონ ჯაბა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მთლიანი ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე აჭარისწყლის ეკონომიკის სამინისტროს მთლიანი დასახლება საუბარი არის როგორც პირველი ეტაპის დასრულების შედეგად 2022
და აგრეთვე მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების გამოყენებული ტერიტორია და აგრეთვე მთლიანი გარდა სამშენებლო ტერიტორიის და აგრეთვე სხვა ესე რომ ვთქვა ტერიტორია სადაც დღეს ჯერ კიდევ აი ბატონო ჯავო თქვენ შეკითხვებს არ პასუხობთ და მოქალაქეებს უპასუხოთ ხო მოქალაქეებს აქვს შეკითხვები თქვენ რა იქნებ მოусმინოთ დიახ რა შეკითხვაა გააქვთ რატომ მუშაობდა ტრაქტორები შემოღობილი არ არის ტერიტორია და ტრაქტორები რატომ მუშაობდა ტრაქტორები რატომ მუშაობს შენებლობა რომ იმდინარეობს და შემოღობილი არ არის სამშენებლო სამუშაოები წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს მოგეხსენებათ დასრულდა ლენტით ხომ უნდა იყოს შემოღობილი მიმდინარეობს წინა სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები ლენტით არ უნდა იყოს შემოსასვლელი იმიტომ როდის მუშაობენ როდის მიხარ ლენტი სად არის ეხლა რო დაიღუპა ბავშვები მაშინ შემოარტყეს ლენტი მანამდე სად იყო იმ ხელა ორმორო იყო იქ მანამდე საკითხების გაზომები იყო აი იმ ხელა ორმორო იყო იქ ერთი წუთი იყო ლენტი მან ერთი წუთი ორი ბავშვი დაიღუპა და როგორ დამშენდა ქალაქი დაიღუპა უსაფრთხოებისთვის რა გააკეთეთ ჩემი ბადიშია მე გავწევ ეს სადაც ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია ძალიან მნიშვნელოვანია ესეც სპეკულაციები ხარ რასაც ცდილობთ ჩვენ ვცდილობთ კიდევ სპეკულაციას უსაფრთხოებისთვის განზომები გააკეთეთ შენებლობა ჯერ არ არის დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ვიდრე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება რა თქმა უნდა იქნება შესაბამისი ღობე ტერიტორიაზე და ამის მოსწორებული სამზადებელი ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა და სპეკულირებთ ეს ორმოები არ უნდა და ტენდერი ვიწყებ სამშენებლო სამუშაოებს და სანამ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებ მანამდე ხდება მოსამზადებელი სამუშაოები ხომ დაიწყო მშენებლობა კაფსულა ჩააგდეთ ხომ ბატონ ჯაბა და მშენებლობა და სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები არ უნდა ყოფილიყო დაცული კიდევ ერთხელ გეუბნებით თქვენ განსაკუთრებული მოსამზადებელი სამუშაოები თქვენ ვისწავლება არ გჭირდება ჩვენ ვჭირდება პასუხები თქვენ ხართ ვალდებული რომ გასცეთ პასუხი შეგიძლიათ მნიშვნელოვანი რომ ყველა მშვიდობა შევინარჩუნოთ არა პირიქით თქვენ არ გაძლევთ იმის საშუალებას ბატონო ჯაბა ხა თქვენთან რაღაც კამათი უსაფრთხოებაზე ვინ იღებს პასუხისგებლობას მოსახლეობა ისე აღელვებულია და დამშვიდით კიდევ ერთხელ უსაფრთხოებაზე ვინ იღებს პასუხისგებლობას ვიდრე ხელისუფლება სამუშაო ტერიტორიაში გესმით? ხო, გთხოვთ რომ წაბძა